ცოტა შეიძლება გვიან ხდება დაფასება ამ ადამიანის და გადაწყდა მისი დაჯილდოვება, ეს უნდა განმოგეცეთ აუცილებლად თქვენ და მისმა შთამომავლობა უნდა იცოდეს. ვინ იყო და რას წარმოადგენდა ბატონი ბადრი, ეს ორდენი ოჯახს და ეს ხატი კიდე მინდა რომ ამ ოჯახში ჩვენი სახელით ვეტერანთა სამსახურის სახელით იმადლობელი დასვენდეს. მადლობა ხოლმე ისიც მოგიაყოლობას მადლობა თქვენ იმის გულით რომ რა ვიცი 25 წელი გავიდა იმის მერე და მაინც მათი სისხლი დაფასდა რაღაც მაინც არსებობს განგება იმისა რომ ვაშკაცები დაიღუპნენ და კიდევ ხახეთზე ყავს როგორც მეომრები და როგორც მებრძოლები საქართველოს გულით თავშეწირულები გაიხადა მე თვითონ დაგვრჩით ეს ხალხი ვისაც არ დავეწყდა ეს ადამიანები რა დიდი მადლობელი ვარ დაგახსნებული ამისთვის მეგობრების გულიზე რაიონში ის გულის უნდა დაჩაი და თელაველების გულით მაგაცები ყავდა თელაველები და იქვე პოლიციაზე ახლო ყოფილან და თელაველებს რომ დაეცხა ზენ დაეხმარა მაგათი გულის უნდა იყო რა 1963 წელს ტარიში 8 მაისს აპრილში შეუძლია მაშინ 25 წელი Adam Thomas. ესეთი პრეზიდენტისგან ორდენი არის გორგასლის მესამე ხარისხის ბატონ თამაზზე გორგასლის მესამე ხარისხის ორდენი რომელიც ეს პირველ რიგში ძალიან უხარს რომ ეს აგრეთვე სამსახურიდან ეს წმინდა გიორგის ხატი მინდა რომ განმოგეცეთ თქვენ და არ ვიცით ახლა ალბათ ძნელია ხალხს ოჯახს კიდევ ერთხელ შევახსოვთ მაგრამ მაინც გონია რომ ესეთი ადამიანების დაფასება ჩვენი ქვეყნის უყოლასი აბსოლუტურად თითოეულ ჩვენთაგანის ვალია და კიდევ ერთხელ დიდი სიამოვნებით გამოვცეთ და ვიხსენოთ ამ გვირა ახალგაზრდის თქვენი ვაჟის თქვენი სისხლის და ხორცის სოლის და ცირედი საჩუქრით ვცდილობთ გამოვხატოთ ჩვენი პატივისცემა თქვენსამай თქვენი ოჯახისადმი თქვენი ვაჟისადმი და დაგიკავშირდებიან ან დაუკავშირდეთ და გეტყვიან სად არ როგორ უნდა იქნება შეიძლება ერთხელ თბილისში მოგიწვიოთ დასვლა დიდი წუხარებით გამოთქვა ყველაფერს. 24 წელი ჩემს სახლში არ შემოსვლა. მე არაფერი არ ვიცი. ჩემი შვილი გმირი არის. ერთი განცდა მაქვს, რომ ეს დაჯილდოება საკმაოდ მოგვიანებით მოხდა და საკმაოდ გვიან დაიწყო ამ ადამიანების დაფასება. ადრე თითქოს მივიწყებული ყავდა სახელმწიფოს და ქვეყანას და დღეს გაგვახსენდა ალბათ თანამებრძოლებს და მეომრებს ყოველთვის გვახსოვდა, მაგრამ უკვე ქვეყნისგან წამოვიდა, ქვეყნის პირველი პირებისგან წამოვიდა ეს ინიციატივა და ძალიან მისასალმებელი და სასიამოვნო არის, როდესაც გმირებს არ ივიწყებს ქვეყანა რა და ეს ადამიანები მართლა გარკვეულწილად თითქოს დავიწყებულები იყვნენ და საერთოდ ესეთი ინიციატივები ძნელი არის ხა პიროვნებებისგან წამოვიდეს, უნდა მოდიოდეს მთავრობისგან, ქვეყნისგან, პრეზიდენტისგან და აი მართლა ბედნიერი ვარ რა და ამ ყურადღებით პირველ რიგში ოჯახია ბედნიერი რომ მათ შვილი ტყუილად არ დაღუპულა და ქვეყანას ახსოვს. არ ვიცი მე კიდევ ამბობ რომ რაღაც ამაღლებული გზნობა არის, როდესაც ხვდები ამ ადამიანებს, ამ ოჯახის წევრებს და გზნობ იმას რომ აი ეს უბრალოდ რაღაც ერთი ნივთის მედლის გადაცემა არ არის და ბევრად უფრო დიდი რაღაცა ხდება ამ ოჯახისთვის, იმიტომ რომ ამ ოჯახებში შვილიშვილები იზრდებიან, ბავშვები იზრდებიან და ეს მედალი საკმაოდ მნიშვნელოვანი ნივთია მათთვის. ძალიან მისასალმებელია, ოდესაც სახელმწიფო
ადგილზე მიდის და ესეთ ჯილდოს გადასცემს უკვე იმ ოჯახის წევრებს, სადაც დაღუპული გმირები არიან. ჩვენ გადავაწოდეთ ციები ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურს და შეირჩა იქიდან 8 ადამიანი, 8 ოჯახი, სადაც ადგილზე გადაეცათ მესამე ხარისხის ორდენი ვახტანგ გორგასლის უკვე ეს იმ გმირების საპატივცემლოდ, რომლებმაც თავი დადეს ჩვენი ქვეყნის ბედნიერებისთვის, ესენი არიან აფხაზეთში ნაუმარი ადამიანები. დღესაც ახლა ჩვენ კართუბანში ვართ, სადაც არის ამაზ გელაშვილის სახელობის ქუჩა არის, რომელიც არის ჩვენი ასე ვთქვათ გმირი ლაგოდეხის და მისასალმებელია, ოდესაც სახელმწიფო ესეთ ყურადღებას იჩენს ამ ადამიანების მიმართ. ეს მნიშვნელოვანია ჩვენი მომავალი თაობისთვის. მათ სულებს პატივი მივაგეთ, ვიყავით ოჯახებში, ყველას გადავეცით ეს, გარდა ამისა სახელმწიფო 600 ლარით ეხმარება ამ ოჯახებს და ძალიან კარგია, როდესაც ესეთ გმირი ოჯახებს აფასებს სახელმწიფო. და მინდა ვისურვო, რომ ლაგოდეხში ყველა გმირი, ვინც ყავს, ყველა ასე ვთქვათ, ყველას გადაეცეს ის დამსახურებიდან გამომდინარე იმ ხარისხის ორდენი და ის აჩუქარი მცირე ორდენი, რასაც სახელმწიფო გადასცემს და სულ ახლო მომავალში ჩვენ უკვე ყველა გმირთან გვექნება უკვე აღნიშნული აქცია და აღნიშნული დახმარება გაწეული.